ზაურ მერაბაშვილი მცირეთაგან ერთ-ერთია, ვინც დინოზავრებით გადაშენებული ყარაჩოღელის ადათებს, დუდუკის მადლს და ძველი თბილისის ისტორიას თვალისჩინივით უფრთხილდება. ყოველ დილას სოლოლაკის ვიწრო და ხოულ ქუჩებში გასეირნებას მედუდუკეთა უკანასკნელი მოხიკანისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩინელისთვის უშუს ტრადიციულ ვარჯიშებს. ზაურის ძაღლსაც კი ყარაჩოღელის შესაფერისი სახელი ბრაზო ჰქვია. მოდი. ეს პატარა ეზო საქართველოში დუდუკის ერთადერთი სახელოსნოა. ზაურს ჯერა რომ თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელით დამზადებულ დუდუკზე აღებულ ყველა ნოტს სხვაგვარად გრძნობდა ითავისებ. მაგრამ სანამ ჭერმის ხენას ამოიდგამდეს, დიდი შრომაა საჭირო. ძველად ხარფუხელი ოსტატები დუდუკის ტარს ხელით თლიდნენ, მაგრამ ზაურს ათობით მოსწავლე ყავს და ისინი თვეობით დუდუკის ტარის დამზადებას ვერ დაუცდიან. საგანგებოდ მოწყობილი ჩარხი ამ საქმეს ბევრად უფრო სწრაფად ასრულებს. თუმცა ამის შემდეგ დუდუკში მაინც რჩება ელემენტები, რომელსაც ვერანაირი ინდუსტრია ვერ მოერევა. აქ უკვე ოსტატის ხელი და გრძნობაა საჭირო. ეს არის ნელ-ნელა მისაყვანი. აი ნელ-ნელა უნდა მიიყვანო. ჯერ ცოტა დიდს გავუკეთებ. მერე ცოტა პატარას. ეხლა რო არ გასკდეს, უნდა დავზილოთ. ამის შემდეგაც კი ლელისგან დამზადებული ყამიში ძალზე ძნელი დასამორჩილებელია. მედუდუკე მის თავის ჰანგზე უნდა გააწყოს. ესეც უნდა დავაყენოთ სიგრძეზე ზომაში. გრძელი რო დავიჭიროთ, მოვა დაბალი ტონალობაში. მოკლე რო დავიჭიროთ, მაღალი მოვა. ესე იგი, უნდა საშუალო ვიპოვოთ. დუდუკი თბილისის თილისმა. ამიტომ ზაური ყველაფერს აკეთებს, რათა მას არა მხოლოდ თაყვანისმცემლები, არამედ შემსრულებელი ოსტატებიც არ მოაკლდეს. ყოფილ პიონერთა სასახლეში მედუდუკის რთულ პროფესიას 20 ბავშვი ეუფლება. ოსტატი ზაურ მერაბაშვილის მკაცრი პირობით დუდუკზე დაკვრასთან ერთად შეგირდმა მისი დამზადებაც უნდა ისწავლოს. სწავლების კურსი ყარაჩოღელთა იდეოლოგიასაც მოიცავს. დღეს სადღაც იქით პლანზე გადასციეს, გესმის და თითქოს ზურნა აღმოსავლურია და ჩვენ ვითომ ევროპელები გავხდით. ევროპელები კი არა კაცო იცი რა გითხრათ კაცო. საამაყოც არის რომ აღმოსავლეთელი ხარ. და თუ ვინმე შემეკითხება. ზოგჯერ მასტერკლასის ჩასატარებლად ოსტატი ყოფილ შეგირდებსაც იწვევს ხოლმე. ახლა ზურნე. სამი. დოლი. ზაური მასწავლებელთან ვანო პირველად უბრალოდ დუდუკის სიყვარულმა მიიღო. წლების შემდეგ კი უსინათლო მედუდუკესთვის ეს ხელობა ოჯახის რჩენის ერთადერთ საშუალებად იქცა. პირველად სცენიდან დაიწყო. მე დავიწყე 84 წლიდან ფოლკლორის ტაძარში მივდიოდი და ზაური მასწავლებელმა ჩამეყარა საფუძველი და ამის დახმარებით დავიწყე მუშაობა, კონსულტაციები და პატარა რაღაცა ენთუზიაზმი ჩაეყარა საფუძველი. მუშაობ ღვინის აღმართზე პაპა-ნიკოლაში. ჩვეულებრივად რომ ოჯახი შევინახო. როცა გაიზრდება, ბეკაც მედუდუკეობას მთელი სერიოზულობით აპირებს. ამას კაი ხმა აქვს. კაი ჟღერადობა აქვს. კაი სმენა აქვს. რა ვიცი? ბოლომდე ვაპირებ გაყოლას. და რო გაიზრდები რა გაქვს? მედუდუკე. საქეიფო, პოეტური, სატირალი. დუდუკის მრავალფეროვნებას ძველი თბილისის მეორე თამდევის სიმბოლო, საბრძოლო ინსტრუმენტი ზურნა ავსებდა. ესე იგი რომ აღგზნებს ამ მოჭიდავეს და იქ მაყურებელსაც კი რაღაც გადახდეს და იჭიდაოს. და რო იცოდეთ, ადრე შერჩევები ხდება ხოლმე პირდაპირ ხდებოდა ხოლმე შერჩევა. აბა იჭიდავებ? კი ვიჭიდავებ. აი ისეთნაირად არის უკვე აგიზგიზებული იმის გული. დუდუკისგან განსხვავებით მას და საგანგებოდ მოწყობილ დოლს უფრო სპეციფიკური დატვირთვა ჰქონდა. უყურე რა, რითი უნდა დავიწყო, შენ მითხარი რა, უყურე? დუდუკზიან ზურნაზე სრულყოფილად როგორც ზაური ამბობს, მადლიანად რომ დაუკრა, მხოლოდ მისი დამზადების ან დაკვრვის ხელოვნების უსადოცოდნა არ კმარა. დროდადრო ოსტატი და შეგირდები ისტორიული თბილისის სანახებში გადიან. როცა ქალაქს უჭირდა იმ დროისათვის იქ არ იყო გარჩევა
რა მოხელე იყო ის, მე დუდუკე იყო, მე ზურნე იყო, მე დოლე იყო თუ მეწაღე იყო თუ სხვადასხვა ხელოსანი იყო თუ ინტელიგენტი, ყველა იღებდა ესე იგი იარაღს, რომ ტრისგან დაეცვა თავი. თბილისელმა დუდუკეთა მომავალი ამქარი ცდილობს ისე იფიქროს და განიცადოს, როგორც საუკუნეების განმავლობაში მათი წინაპრები ფიქრობდნენ და განიცდიდნენ. ნარიყალაზე აჟღერებული ქართული სასულე ინსტრუმენტები პატარა შეგვირდებს ისტორიის, აქვე მომხდარი ბრძოლების აღქმაში ეხმარება. აი ეს ის ზურნა არის, რომელსაც ბრძოლებში აქვს დაკრული, აი ეს აი ბრძოლებში აქვს გამოვლილი. ესე იგი გასამხნევებლად. მებრძოლების გასამხნევებლად უკრავდნენ ხოლმე აი ამ ზურნებს საერთოდ. ჩვენ ხელ შეგვიძლია გავსინჯოთ ესე იგი და რა ხმა აქვს. აბა შეგვიძლია თბილისობის აღამოს კი ოსტატი და უფროსი შეგვირდები ტრადიციულად სუფრასთან ხვდებიან. როგორც ამ ქრის წესია, ძვლებსაც პატივს მიაგებენ და ახლებსაც გზას ულოცავენ.